მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგის საჯარო გაშლით და მოდით დღეს გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. ყველა თქვენგანს გააქვთ რაღაცა სრული, რომელიც გინდათ რომ აუცილებლად აგისრულდეთ. მოდით ვკითხოთ ტაროს, რა რჩევას მოგცემთ, რომ ასრულდეს თქვენი სურვილი. გაითვალისწინეთ, რომ სურვილი, რა თქმა უნდა გეხებოდეთ კონკრეტულად თქვენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აზიანებდეს სხვას და სურვილი არ უნდა იყოს ისე ჩაფიქრებული, რომ ვიღაცას აიძულოთ ან მისი ნების წინააღმდეგ მიუთითოთ, რომ იმოქმედოს, ხო, ვუბიძგოთ, რომ იმოქმედოს. მაშასე, გაშლაში გვექნება 4 ვარიანტი. ირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს. ულამაზესი ტაროთი გავაკეთებთ და ძალიან ბრძენი ტაროთი გავაკეთებთ ამ გაშლას. ძალიან მიყვარს ეს და სტამინდა გაჩვენოთ. მიხვდებოდით ალბათ რომ ბუები ძალიან მიყვარს და მაშასე დავიწყოთ. პირველი ვარიანტი რჩევა. მეორე ვარიანტი მესამე ვარიანტი და ესეც მეოთხე ვარიანტი. უფრო ადვილად რომ შეძლოთ შერჩევა, დავამატოთ მინერალები. პირველი იყოს ამეთვისტო, მეორე იყოს, მოდით იყოს სოდოლიტი, მესამე იყოს ფირუზი და მეოთხე იყოს მოდით იყოს თიზბროლი. აი ესეთი ვარიანტები გვაქვს. შეგიძლიათ აირჩიოთ მინერალით, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ, შეგიძლიათ აირჩიოთ რიგითობის მიხედვით პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. რა თქმა უნდა, დავიწყებთ პირველი ვარიანტით. ამებს მე ახლა აქეთ გადმოვწევ, ხელი რო არ შეგვიშალოს და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. გაქვთ თქვენი სურვილი და უნდა ვნახოთ რა არის საჭირო, რა უნდა გააკეთოთ თქვენ კონკრეტულად იმისთვის, რომ ეს სურვილი აგისრულდეთ. პირველ ვარიანტებს მართლაც ან უყვარი სურვილი აქვთ, თან ისეთი სურვილი აქვთ ჩაფიქრებული, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მარტო თქვენ თვითონ იცით, ხომ? და სხვასაც არ უმხელთ. ეს არის სურვილი, რომელსაც შეიძლება მაქსიმუმ ბალის ზეუნებით ხოლმე, ხო, საკუთარ ბაილს. მეოცნებე ვარიანტები არიან პირველი ვარიანტები და რა უნდა გააკეთოთ? აი ამ მეოცნებეობიდან იცით როგორი ადამიანი ხართ, ძალიან კეთილი, ძალიან მეოცნებე, სადღაც ბავშვური გული გაქვთ, გულუბრყვილობა გაქვთ, სიკეთე გაქვთ და გონიათ რომ ყველა ასეა, ყველა ესე მოგექცევათ, ყველა ესე კეთილი განწყობით იქნება თქვენს მიმართ, ბავშვის სიალალით, ნუ იქნებით ესე. ადამიანები, რომლებიც თქვენ გარშემო არიან და თქვენ მიხვდებით ახლა რაზეც არის საუბარი, ძალიან ბევრ რაღაცას მალავენ თქვენ ზურგს უკან. ეს უნდა იცოდეთ. ამიტომ იმისთვის რომ თქვენ საწადელს მიაღწიოთ და გააკეთოთ ის, მიხვიდეთ იმ მიზნამდე, რაც გაქვთ ჩაფიქრებული, აუცილებლად უნდა თავად იმოქმედოთ. უნდა გამოხვიდეთ აი ამ რაღაცა მეოცნებეობიდან, არ უნდა იყოთ ერთ ადგილას გაჩერებული, აუცილებლად უნდა იმოქმედოთ და უნდა მიხვდეთ, რომ ხანდახან საჭირო არის ხოლმე ბრძოლა. რა თქმა უნდა სამართლიანი, მაგრამ საჭირო არის ბრძოლა. ნუ გეშინიათ, შეიძლება სადღაც გაქვთ ისეთი შიშის მომენტი, რომ გარშემო მყოფები ვერ გაგიგებენ, ვერ მიხვდებიან აი ამ თქვენს სახეცვლილებას, თქვენს ადამიანი, რომელიც მშვიდად იყო, წყნარად იყო, ხმას არ იღებდა, ყველას პატიობდა, ყველას ეფერებოდა და უცებ ხმალი მოიშიშლა და მოკლედ გადაეშვა თავით ბრძოლაში, ხო? ნუ შეგეშინდებათ ამით. თქვენ მიყევით თქვენს სურვილს, მიყევით თქვენს მიზანს და აქ ტარო გვეუბნება, რომ ჭყალებში ვთქვათ, მოდი, ხო? აგრესია, ალბათ უფრო მეტი სიძლიერე, აი ეს შინაგანი ძალა, რომელიც თქვენში არის. ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი ენერგია არის თქვენში. თქვენც კი რო არ წარმოგიდგენიათ, ისეთი ენერგია არის თქვენში და გამოიყენეთ სათქვენოდ. ნუ გაქვთ ეს შიშები, ვინ რა სიტყვის საკუთარი თავის შიშიც ნუ გაქვთ, ნუ გონიათ, ეს არ არის სახის დაკარგვა, ამაზე არც გვაქვს რა თქმა უნდა საუბარი და უბრალოდ უნდა იმოქმედოთ. უნდა გადადგათ ნაბიჯები. ქმედითი ნაბიჯები არის საჭირო იმის
იმისთვის, რომ თქვენი სურვილი ასრულდეს. კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენი სურვილი ასრულდეს. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი. და მოდით გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ვინც აირჩია. ეს გადავდოთ, არა გვირიოს, ვინც აირჩია სოდოლიტი. და ვნახოთ რა ხდება ახლა აქ. ისეთი შეშტაბეჭდილება მრჩება აქ თითქოს მეორე ვარიანტში ეს სურვილი რომელიც თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ უკვე არ იცით გინდათ თუ არა რომ აგისრულოთ თუ გინდათ თუ არა ეს კონკრეტული სურვილი რაც არის რეალურად გინდათ თუ არა თითქოს თქვენ თვითონ დაბნეული ხართ და თითქოს თქვენ თვითონ ძიებაში ხართ და ღირს თუ არა უკვე ეს ყველაფერი გიღეთ თუ არა ეს ყველაფერი გინდათ თუ არა ისევ ჩვევაში ხო არ გადავიდა ეს სურვილი ხო აი რაღაცა ესეთ მასში ხართ და ორჭოფობთ თითქოს ხო თქვენ თავს უკვე უფიქრდებით რომ არის ეს ყველაფერი საჭირო თუ არ არის კი ნამდვილად ესეა ნამდვილად ამას გვიჩვენებს ნამდვილად იმდენი ენერგია, იმდენი შრომა, იმდენი ემოცია გაქვთ ჩადებული იმაში, რაც თქვენ გაქვთ ჩაფიქრებული, შეიძლება მთელი გრძნობით, მთელი ემოციის დიხარჯებით ამ ყველაფერში, რომ შეიძლება უკვე დაიღალეთ კიდევაც, შეიძლება უკვე ფიქრობთ კიდევაც, რომ ღირდა კი ამათ ამ ყველაფრად. ნახოთ ღირდა თუ არა, ხო? აი ძალიან ბევრი იმედგაცრუებათან. მეორე ვარიანტებში, აი თქვენ კონკრეტულ სურვილთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დიდი იმედგაცრუებები იყო და თითქოს არანაირი ძრვა არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ენერგია ჩადეთ, დიდი შრომა ჩადეთ, ემოციებიც ჩანს აუცილებლად, რომ დიდი ემოციები, გრძნობები არის ჩადებული იმაში, რომ მიხვიდეთ აი ამ თქვენს მიზნამდე, მიხვიდეთ აი ამ თქვენს სურვილამდე, მაგრამ არაფერი არ იცვლება, ხო? მაგრამ არაფერი არ იცვლება და მაინც ვკითხოთ. ნუ გეშინიათ, ჩემო კარგებო. სამყაროსგან საჩუქრები თქვენთან ჯერ კიდევ წინ არის. ხო? მყარად იდექით, აი ჩათვალეთ, რომ სულ რაღაცა ერთი პატარა კედელი დარჩა დასანგრევი თქვენთვის, ხო? თქვენ ძალიან დიდი გვირაბი გაიარეთ და ერთი პატარა კედელი დარჩა იმისთვის, რომ აი ეს კედელიც ჩამოანგროთ ფარდასავე ციფრიფანა და თქვენ მიზნამდე მიხვიდეთ და აისრულოთ თქვენი სურვილი. არ დაიხიოთ უკან. ტაროს განრჩევა არის ეს. უკან არ დაიხიოთ, არ გაჩერდეთ. სადაც ხართ, თუ ეხა ძალიან გადაიღალეთ, თუ გრძნობთ, რომ ენერგია აღარ ყოფნით, უბრალოდ აი ამ პოზიციაზე შეჩერდით, უბრალოდ გაჩერდით, მთავარია უკან არ დაიხიოთ და აუცილებლად იქნება წინსვლა, იმიტომ რომ თქვენთვის სამყაროსგან საჩუქრები ჯერ კიდევ წინ არის და ელოდეთ, რომ აი ახალი სუნთქვა, მეორე სუნთქვას რო ეძახიან, ხო, დასვლელები. აი ესეთი რაღაცა მოხდება თქვენთან, ხომ? ახლიდან, თითქოს ახლიდან დაიბადეთ აი ამ თქვენს სურვილში, ამ თქვენს სიძლიერეში და ენერგიაში. და მესამე ვარიანტზე გადავიდეთ, ჩემო კარგებო. მესამე ვარიანტებს ალბათ უკვე შეგვიძლია რომ უთხრათ, რომ ელოდეთ თქვენ სურვილის ასრულებას რაღაცა დღესასწაულზე, არ ვიცი, შეიძლება უკავშირდება კიდევაც დღესასწაულს თქვენი ჩაფიქრებული სურვილი, მაგრამ შეიძლება დღესასწაულზე ასრულდეს თქვენი სურვილი. ყველაფერი ძველი რაც არის ინგრევა თქვენთან ამ სურვილის ასრულებას თქვენთან მოაქვს, იცით რა სიბრძნე, გამოცდილება და ყველაფერი ძვლის ნგრევა და ახლის დაწყება. ეს სურვილი, რომელიც თქვენ გაქვთ ჩაფიქრებული, თითქოს ანგრევს, ანადგურებს ყველაფერს ძველს და ბადებს ყველაფერს ახალს. ახალი ცხოვრების დაწყების შანსი, აი რაღაცა მსგავსი ამბავი არის აქ. რა უნდა გავაკეთოთ იმის საკ დიდი ცვლილება არის. ხდებით თითქოს აი ყველაფერი იცვლება ამ სურვილის ასრულებით თქვენთვის, ხო? და მოდი რჩევაში შევხედოთ ახლა ჩვენ. რა რჩევა არის აქ? ტაროსგან მოთფინება, აქ არ უნდა იჩქაროთ.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა იჩქაროთ, აქ უნდა გამოიჩინოთ დიდი სიბრძნე, ძალიან დიდი მოთმინება, ემოციები მაქსიმალურად უნდა მოთოკოთ, ეცადეთ მაქსიმალურად რომ არ აყვეთ ემოციებს, იმიტომ რომ ემოციებმა შეიძლება შეგიშალოთ ხელი, შეიძლება სპონტანური ნაბიჯები გადაგადგმევინოთ, სპონტანურად უკან დაგახევინოთ, ცივი გონებით განსჯა არის საჭირო. გარდა ამისა, აი ამ თქვენს სურვილში, აი გზის მიმავალი გზა, ხო, რომელიც თქვენ სურვილამდე მიდის, არის რაღაცა დეტალები, რომელიც ახლიდან არის თითქოს გასავლელი. ამბობენ ხომ, ეშმაკს დეტალებში ძინავსო. ეს დეტალები ახლიდან უნდა გაიაროთ. რაღაცას აღმოაჩენთ. არის რაღაცები, რაც ჯერ არ იცით, არ დაგინახავთ, ვერ შეამჩნიეთ. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი ერთდროულად ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს, ძალიან ბევრ რაღაცას აგვარებს, ხომ, არ ვიცი, რაღაცა შეიძლება დიდი პასუხისგებლობა აკისრია საკუთარ თავზე, ან ეს სურვილით დაკავშირებულია ძალიან დიდ პასუხისგებლობასთან და რაღაცა პატარა დეტალები მაინც გაიპარა, ხო? აი ეს დეტალები აუცილებლად უნდა გაიაროთ თავიდან, აუცილებლად უნდა იპოვით დეტალებში, იპოვით პასუხებს იმაზე. აი ძეთ რა გადაახვიეთ, თითქოს უკან გადაახვიეთ და ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი დაიწყეთ ნოლიდან შეამოწმოთ. ყველაფერი, აი რა გააკეთეთ, რამდენად სწორად მიდიოდეთ, თითოეული ნაბიჯი, თითოეული ფურცელი, თითოეული სიტყვა თითქოს დაჯექით, განმარტოვდით სადმე და თავიდან ბოლომდე ყველაფერი ნოლიდან გაიარეთ და იპოვით აი ამ დეტალებში, ისეთ წვრილმანებში, სადაც არ ელოდით პასუხებს. ზუსტად იმ პასუხებს, თქვენ ეძებთ პასუხებს იმისთვის, როგორ მიხვდეთ თქვენს მიზნამდე, ამ თქვენი სურვილის ასრულებამდე და აი ეს პასუხები სწორედ არის ამ დეტალებში დამალული და აი ეს პასუხები რო გაიხსნას, ეს დეტალები თქვენთვის ღია რო გახდეს, არის ძალიან დიდი მოთმინება საჭირო, არის მოლოდინის უნარი საჭირო და ძალიან ცივი გონები, ძალიან პრაგმატულად მოქმედება. ასეთი მშვენიერი მესამე ვარიანტი გქონდა შემოკარგებო და მოდით გადავიდეთ ახლა ჩვენ მეოთხე ვარიანტზე, მთის ბროლი ვინც შეარჩია და მეოთხე ვარიანტი მაშ ასე რა არის ის, რაზეც თქვენ ასე ლოცულობთ, შრომობთ დღე და ღამე, ფაქტიურად პატარა ჯადოქრებად იქეცით, არ ვიცი, შეიძლება აფირმაციებსაც აკეთებთ, რაღაცა რიტუალებსაც, არ ვიცი, რაღაცებს თქვენ თვითონ აკეთებთ, შეიძლება, იმიტომ რომ ეს სურვილი აისრულოთ, ხომ? თუმცა ძალიან მიზანდასახურად, აი დაისახეთ მიზანი და მორჩა ეს სურვილი უნდა ამისრულდეს, ხო? ესე ხართ, იმიტომ რომ იცით რომ ეხა გაქვთ ისეთი შთაბეჭდილება და ისე გრძნობთ თავს, რომ ნუ ხო, აი ეს მართლაც ან უყარვის სურვილია, ფაქტიურად მზად ხართ ყველაფრისთვის, რომ აი როგორც თქვი, ხო, შეიძლება ზოგიერთმა რაღაცა რიტუალებსაც მიმართოს, ხო? რომ ოღონდ ეს თქვენი სურვილი ასრულდეს, იმიტომ რომ თქვენ თვლით, რომ ეს სურვილი ძალიან დიდ ბედნიერებას მოგიტანთ და ფაქტიურად ალბათ ეს იქნება თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება ამ სურვილის ასრულება. აი ესეთი შეგრძნება გაქვთ. ესეთი შეგრძნება გაქვთ, თუმცა აი ამ სურვილის ასრულებისკენ მიმავალი გზა არც თუ ისე მარტივია. ხშირად წამოკარით ფეხი, მერყეობთ, თითქოს ბალანსის დაცვა ძალიან გიჭირთ. ბევრჯერ ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში. ხო, ნუ აქ იცით რა არის, ბევრჯერ ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, ძალიან ბევრი ცრემლი არის აქ, ძალიან ხშირად ეძებდით გამოსავალს, ძალიან ბევრი გზა შეიძლება კიდევ მოგიწიოთ, რომ მოარგოთ იმას, რომ თქვენი სურვილი, აი რაღაცნაირად აი თქვენ სურვილამდე, თქვენს მიზნამდე მიხვიდეთ, მოგიწევთ ამის გავლა, მაინც ატოკი თქვენა. ვიღაცებს შეიძლება მართლაც მოუწიოთ ან სხვების დახმარება, უნდა მიმართოთ. უნდა მიმართოთ სხვა ადამიანებს. ეს შეიძლება მართლა იყოს რიტუალების დახმარებით, აი თქვენი სურვილის ასრულება, ხო, მაგიურ რიტუალებს გულისხმობა. ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი, ოჯახის წევრების დახმარება. ტარო გეუნებათ რას? უნდა მიმართოთ, თქვენ იცით, ვის შეუძლიათ დახმარება ამ სურვილის ასრულებაში, მაგრამ თქვენ არ მიმართავთ, არ ვიცი რატო. ნუ ყოველ შემთხვევაში აქამდე ჯერ არ მიგიმართავთ. დროა რომ გადადგათ ნაბიჯი, შეიძლება ეს იყოს
გარკვეულ ხარჯებთან დაკავშირებული, მაგრამ მაინც მატერიალურ ხარჯებზე ვიფიქრებთ, შეიძლება სხვა რაღაცა იყოს, ვიღაცას თქვა თქვენ თხოვოთ რაღაცის გაკეთება, იმას სანაცვლოდ რაღაცის დახმარება გთხოვოთ, ხო? მოკლედ თქვენს რაღაცის გაღება მოგიწევთ. აქ აუცილებლად გასაღები არის. უნდა გასცეთ რაღაცა უბრალოდ და აუცილებლად საჭირო არის სხვა ადამიანის დახმარება. იქნება ეს, არ ვიცი, რიტუალები, რომელსაც თქვენთან გავაკეთებთ, ან მიმართავთ სხვა, შეიძლება ეს იყოს ოჯახის წევრები ან მეგობრების წრე, რომლებიც დაგეხმარებიან. ყოველი შემთხვევისთვის აქ აი ამ სრულის მისაღწევად რთული იქნება, მოკლედ მარტო ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ აქ ჭირდებათ სხვა ადამიანების დახმარება. აი ესე ჩემო კარგებო, მშვენიერი გაშლა გამოგვივიდა, მშვენიერი რჩევები და მე მგონი ძალიან ესეთი საქმიანი რჩევები მოგვცა ტარომ და არაჩვეულებრივი ბუების დასტამ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გეცოდინებათ, რომ მე ძალიან მიყვარს ბუები. ველოდებით თქვენს გამოხმაურებას, თქვენს კომენტარებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ხართ ჩემ არხზე, უყურებთ ჩემს გაშლებს, უყურებთ და უყურებთ ხშირად. ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ, ასევე მოიწონოთ ჩემი გვერდი, ძალიან გამახარებთ და ულებთ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს, კეთილდღეობას და სურვილების ასრულებას გისურვებთ.